როგორ ითვლის სიგარიბეს საქსტატი, რა არის ამ დათვლის ლოგიკა და რა შეზღუდვები აქვს ამ მეთოდოლოგიას? ამაზე ვიმსჯელებ ჩემს პირველ სტუმართან ერთად, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიდა თოდრაძე მიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო გოგიდა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. აუხსნათ მაყურებელს, როგორ ითვლის საქსტატი სიგარიბეს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, საქსტატის მიერ სიგარების მაჩვენებლების გაანგარიშებისას გამოიყენება სწორედ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობენ სხვა ქვეყნებიც, რასაკვირველია. სიგარების მაჩვენებლების გაანგარიშებისას რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენება ამის დასახასიათებლად, ცხოვრების დონის დასახასიათებლად. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა აბსოლუტური სიგარების მაჩვენებელი, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, ასევე ფარდობითი სიგარიბე, მედიანური მოხმარების 60 და 40%-ის მიმართ და რასაკვირველია ჯინის ინდექსი, რომელიც ცხოვრების დონის დასახასიათებლად გამოიყენება ასე. ვერსტები ძალიან მარტივ და პოპულარულ ენაზე მაყურებლისთვის ადვილად აღსაქმელ ენაზე განმარტო თითოეული მაჩვენებლის გაანგარიშების თავისებურება. რაც შეეხება წყაროს, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ წყარო წარმოადგენს საქსტატის მიერ ყოველ კვარტალურად ორგანიზებული შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც ყოველ კვარტალურად რამდენიმე 1000 შინამეურნეობა გამოიკითხება და შესაბამისად მისი განზოგადება ხდება რასაკვირველია მთელ პოპულაციაზე, მთელ ერთობლიობაზე, მოსახლეობაზე. ესე იგი, აბსოლუტური სიგარების მაჩვენებლის გაანგარიშების პირველი ეტაპი გახლავთ აბსოლუტური სიგარების ზღვარის განსაზღვრა და შემდეგ ხდება უშუალოდ მაჩვენებლის გაანგარიშება. პირველ ეტაპზე სწორედ ამ კვლევის შედეგების დამუშავების საფუძველზე ხორციელდება სასურსათო საქონლის კალორიის ფასის განსაზღვრა. ანუ ამ მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად. შემდეგ ეს მრავლდება კალორიების მეცნიერულად დასაბუთებულ ამ ნორმაზე, დღიურ ნორმაზე. მოგიხსენებათ, ესეთი ნორმა გახლავთ დღიურად 2300 კილოკალორია, რომელიც მიჩნეულია ამ საერთაშორისო სტანდარტით. ანუ ეს თანხა არის უკვე სასურსათო მდგენელი, მაგრამ სიგარების მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება ასევე მეორე კომპონენტი, არასასურსათო მდგენელი. როგორ მიიღება ეს? მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით ხორციელდება ხარჯების ანალიზი დეცილური ჯგუფების მიხედვით. ანუ ხარჯები, მთელი სამოხმარებლო ხარჯები დაყოფილია 10 ნაწილად, 10 დეცილად და მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ უნდა დააკვირდეთ მეორე-მეოთხე დეცილის საშუალო მაჩვენებელს. თუ როგორია პროპორცია მოსახლეობის ხარჯებში სასურსათო და არასასურსათო მდგენელ შორის. იმიტომ რომ ნახეთ, პირველი დეცილი ნიშნავს ყველაზე ღარიბებს, სადაც შესაძლოა სასურსათო საქონლის წილი იყოს გაცილებით მაღალი, ხოლო მე-10 დეცილი არის ძალიან დიდრები, სადაც არასასურსათოს დაახლოებით 90-92%-იანი წილი უჭირავს. ანუ ვაკვირდებით ჩვენ მეორე-მეოთხე დეცილის საშუალო მაჩვენებელს და ამით ვიგებთ კოეფიციენტს და სწორედ ამ კოეფიციენტის დამატება ხდება, ასე ვთქვათ, არასასურსათო მდგენელის სახით და ამითი მიიღება უკვე აბსოლუტური სიგარების ზღვარი, რომელიც გამოვა რაღაც კონკრეტული თანხა და ამ თანხის ჩვენ შემთხვევაში ეგ რამდენია? ნუ ეს კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე ასეული ლარი შეიძლება იყოს, ეგ იცვლება ყოველწლიურად, თუმცა ეს არ არის ძირითადი მაჩვენებელი. ძირითადი მაჩვენებელი არის სწორედ ამ თანხის ქვემოთ მოსახლეობის წილი იყოფა მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე, გამოისახება პროცენტებში და სწორედ მიიღება ეს 9.4%. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ეროვნულ ანგარიშებს ჩახედავთ, მთელი წლის მანძილზე სამოხმარებლო ხარჯების სახით შინამეურნეობები დაახლოებით 60 მილიარდ ლარს ხარჯავენ, ხო? აქ არის როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ხარჯები. მაგრამ ამ მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის მიხედვით, ამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ხარჯები არ მიიღება მხედველობაში
სიღარიბის მაჩვენებლების გაანგარიშებისას. კერძოდ, რა ხარჯებზეა საუბარი? პირველი, რიტუალებთან დაკავშირებული ხარჯები. მაგალითად, როგორიც ქორწილის გადახდა, ქელეხის გადახდა და ასე შემდეგ, რადგანაც ეს აუცილებლობით არის გამოწვეული და შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი გასწიოს აუცილებლობიდან გამომდინარე ამ მიმართულებით. მეორე გახლავთ ხანგრძლივი მოხმარების საგნების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები. რადგანაც ესენი საკმაოდ ძვირადღირებული შეიძლება იყოს, მაგალითად, სარეცხი მანქანა, ავტომობილი და ასე შემდეგ და საკმაოდ დიდი ხნის მოხმარების პერიოდი ახასიათებს მას. და ასევე მაგალითად არის ესეთი კატეგორია სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯები. რადგანაც ეკონომიკაში მიიჩნევა, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი ხარჯები მიიჩნევა სოფლის მეურნეობის შუალედურ მოხმარებად და შესაბამისად ის ამ სამოხმარებლო ხარჯების კატეგორიაში არ კლასიფიცირდება. ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თუ განვიხილავთ და გავაანალიზებთ, ის ორ კატეგორიად შეიძლება წარმოვიდგინოთ. პირველი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, მაგალითად ოპერაციის გაკეთება და ასე შემდეგ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ხორციელდება, კეთდება და ის აუცილებლობით არის გამოწვეული, ხოლო უფრო სისტემურ ხასიათს ატარებს სამედიცინო პრეპარატების და მედიკამენტების ხარჯები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ანუ ეს ნიუანსები არის აუცილებლად. ჯანდაცვის ეს ხარჯები ითვლება თუ არ ითვლება? ანუ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული არ ითვლება, იმიტომ რომ ის აუცილებლობით არის გამოწვეული, მაგრამ მედიკამენტები, პრეპარატები და მსგავსი ხარჯები აუცილებლად შედის ამ გაანგარიშებაში. ასევე გათვალისწინება უნდა მოხდეს ამ საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით თანაცხოვრების კოეფიციენტია ესეთი მაჩვენებელი. ანუ მარტივად რო აღიხსნათ, პირობითად თუ ერთსულიან ოჯახს შინამეურნეობას სჭირდება რაღაც კონკრეტული თანხა ბინის გასათბობად, არ ნიშნავს იმას, რომ ორსულიან ოჯახს ზუსტად ორჯერ მეტი სჭირდება, ხო, მეთანხმებით ამაში, ან საჭმლის მოსამზადებლად თუ სჭირდება რაღაც კონკრეტული, მაგალითად, სცენარიული ზეთი, ხო? ანუ ორ ადამიანს ზუსტად ორჯერ მეტი არ ჭირდება. ანუ ეს კლასიფიკაცია არის სოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული და მსგავსი ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება ხდება ამ შემთხვევაში. ეხლა ვთქვათ აბსოლუტურ სიგარიბესა და ფარდობით სიგარიბეს შორის რა სხვაობა არის და ისიც გითხარით მე ვთქვათ სურათს, რომელიც უფრო რეალისტურად ასახავს. ზოგადად მიიჩნევა, რომ ცხოვრების დონის დასახასიათებლად უნდა იქნეს გამოყენებული არა მხოლოდ ერთი ან ორი მაჩვენებელი, არამედ ზოგადად მთლიანი კომპლექსი ამ მაჩვენებლებისა. თუმცა, აი ტოპ მაჩვენებლებს შორის პირველ ადგილზე ყოველთვის გახლავთ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. თუმცა, თავისი დატვირთვა აქვს, რა საკვირველია ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელს, რომელიც ორი ინდიკატორით არის წარმოდგენილი, ანუ როგორი ანგარიშება. იმ ჩვენი მონაცემების მიხედვით გაიანგარიშება მედიანური მოხმარება, ანუ საშუალოდ რა მოცულობის თანხას მოიხმარს სასურსათო თუ არასასურსათო საქონლის სახით მოხმარებელი, აიღება მისი 60% და ამ 60%-ის ქვემოთ ყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც თქვენვე ახსენეთ 18.9%-ია, როგორც მახსოვს, ეს გახლავთ ფარდობითი სიღარიბე მედიანური მოხმარების 60%-ის მიმართ. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი 40%-ის მიმართ, ანუ აიღება ასე თქვათ ეს 40% და შესაბამისად ამის ქვეშ ყოფი მოსახლეობის წილი აბსოლუტურად წარმოდგენილი იქნება ამ მაჩვენებლის ქვეშ. და არის მესამე ინდიკატორი ასევე 6.7%. დიახ, 6.7% და არის მესამე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ ჯინის ინდექსი. ანუ ეს რას გვიჩვენებს? ეს გახლავთ შემოსავლების დიფერენციაციის საზომი და მარტივად რომ განვაცხადოთ, ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად თანაბრად არის განაწილებული მოსახლეობაში შემოსავლები. ის მეერყეობს როგორც წესი 0-დან 1-მდე, რაც უფრო ახლოს არის 1-თან, ეს მაჩვენებელი ეს ნიშნავს აბსოლუტურ უთანაბრობას და რაც უფრო უახლოვდება 0-ს, ესე იგი მეტნაკლებად თანაბრად არის შემოსავლები გადანაწილებული მოსახლეობაში. ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 0.35 მიასედია
ანუ არის მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები, სადაც შედარებით დაბალია აღნიშნული მაჩვენებელი, ევროპის ქვეყნებში დაახლოებით რამდენადაც მახსოვს 0.22-ზე ნაკლები, 0.21-ზე ნაკლები არც ერთ ქვეყანაში არ არის. თუმცა არის ქვეყნები, სადაც 0.7, 0.8 არის ეს მაჩვენებელი. ანუ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ სიღარიბის მაჩვენებლების ანგარიშებაზე და დონეზე ზოგადად მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ და გავამახვილოთ მთელ მწკრივს ამ მაჩვენებლებისა, რომლებიც სრულფასოვანი სიღრმისეული ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მოგცემს. ანუ მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე აქცენტირებაც ისეთივე არასწორია, ესე ვთქვათ, ამ კუთხით მიდგომა, როგორც ესე ვთქვათ, სხვა ნებისმიერ მაჩვენებელზე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გააჩნია რა არის ანალიზის მიზანი. თუმცა ამ მაჩვენებლებს შორის ყველაზე დიდი წონა ანალიზისას აქვს აბსოლუტური სიღარიბის დონეს. მთელი ქვეყნები უმეტეს შემთხვევაში იყენებენ მას. მაგრამ როცა არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც, ასევე გამოიყენოთ ჯინის ინდექსი, შინამეურნეობის შემოსავლები და ხარჯები კატეგორიების მიხედვით, რომელიც ჩვენ მაისის შუა რიცხვებში გამოვაქვეყნეთ, ასევე სიღარიბის დონის დახასიათების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. ასევე არსებობს მაგალითად საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი, რომელსაც რა თქმა უნდა ასევე მსოფლიო ბანკის ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტი უდევს საფუძვლად. იქ სამი მაჩვენებელია, სიღარიბის ზღვარი $2.15 მიმართ, $3.65 მიმართ და $6.85 მიმართ. ამასაც ვანგარიშობთ ჩვენ ამ სტანდარტით, თუმცა ჯერ 2022 წლის მონაცემებია ხელმისაწვდომი, მსოფლიო ბანკი ამას ცოტა მოგვიანებით გამოაქვეყნებს და მაშინვე მომენტალურად ავსახავთ ჩვენ ამას ვებგვერდს. კი ბატონო, და ბარემ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბრის ბოლოსკენ იმ ტენდენციაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, რაც თვალს ნამდვილად ხდება, რომ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ რეკორდულად შემცირდა სიგარიბე და ერთნიშნა მაჩვენებელია აბსოლუტური სიგარიბის ნაწილში და მეორეს მხრივ ვამბობთ, რომ რეკორდულად გაიზარდა ამავდროულად სოციალური შემწეობის მიმღე პირთა რაოდენობა. აქ რა ხდება? ესე იგი, ნახეთ, ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. ამის შესაძლებლობა, ამ ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. არსებობს მთელი რიგი მონაცემები, მათ შორის ადმინისტრაციული მონაცემთა წყაროდან და არსებობს ძირეული სიღრმისეული კვლევის შედეგები. მე კონკრეტულ მიზეზს ეხლა ვერ დაგისახელებთ, თუმცა თუ ამისი დრო გვექნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ექსპერტსაც შეეძლება ამის გაკეთების შესაძლებლობა. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეხლა ამ მაჩვენებლის შემცირება რამ განაპირობა ძირითადად. თუ დავაკვირდებით, ქალაქი და სოფლის ჭრილში ძირითადად სოფლად შემცირდა ყველაზე მეტად აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით 3.7% პუნქტით და თუ ასაკობრივ ჯგუფებს დავაკვირდებით, თქვენვე ახსენეთ, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნებოდა შემცირება, თუმცა დაახლოებით 16-დან 12%-მდე შემცირდა ბავშვებში. ანუ 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი. ანუ კორელაცია ამ სოციალურ დახმარებასა და სიღარიბის მაჩვენებლის ზომას შორის, რა თქმა უნდა, იქნება ახსნადი და აბსოლუტურად ალოგიკური ამაში არ ამბობია რაიმე იყოს. ხო, ანუ ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი გქონდა ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით და მან შედარებით ესე ვთქვათ მარტივად და უცებ ახსნა ის რომ შესაძლებელი არის რომ საერთოდაც ესე ვთქვათ ეს რაოდენობა ხელოვნურად იყოს გაზრდილი, იმიტომ რომ აგრით სხვაც შესაძლოა მთლად ზუსტი არ იყოს ამ პერიოდში. ადმინისტრაციული ხაროს წყაროს მხრიდან აგრით სხვა დამაკმაყოფილებელია ესე ვთქვათ ეს პასუხი თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენც ეყრდნობით ხომ ამ ინფორმაციას ან თქვენს გაანგარიშებებში. არ გვაძლევს ჩვენ ამის მიზეზის გაანალიზების შესაძლებლობას. ეს პასუხი მე არც მომისმენია და ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. შემიძლია მოგასმენინოთ, ვითხოვ თუ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ, არა, ბარემ მოვისმინოთ. გენდობით თქვენ, მაგაზე არ ამაქვს საუბარი, უბრალოდ გითხარით რომ თუ ჩვენ გვინდა დავახასიათოთ და გავაანალიზოთ კორელაცია და ურთიერთკავშირი
სიღარიბის დონის შემცირებას და სოციალური გადასახადების დახმარებების გაზრდას შორის. ამასთან დაკავშირებით გვჭირდება საქსტატის ინფორმაცია, გვჭირდება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყარო და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აპირებთ გააკეთოთ? ან ზოგადად მკითხვა რეალურად იცით რაშია საქმე? ეს უფრო მეტად ექსპერტთა კომპეტენციას წარმოადგენს ზოგადად. ჩვენ მსგავსი ტიპის ანალიზს არ ვაკეთებთ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ამის გაანალიზება და დარწმუნებული ვარ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ მაჩვენებლებს ითვლიან, შესაძლოა გაანგარიშებულიც კი კონდეთ და გაანალიზიც კონდეთ გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივადაც რომ ვიფიქრობ, თქვა საბოლოო ჯამში პოლიტიკის წარმართვისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, რომ განხვედრილი იყოს ეს რიცხვები ერთმანეთთან. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ განმარტოთ მაჩვენებლის ცვალებადობის მიზეზი. იქნება შემცირება თუ ზრდა ყოფილა პერიოდი, მაჩვენებელი გაუარესებულა, ყოფილა პერიოდი პირიქით გაუმჯობეს და შესაბამისად ანალიზი და ის მონაცემები, რაც არსებობს, ჩვენ მოგცემს ამის სიღრმისეული კვლევის შესაძლებლობას. სულ ბოლო კითხვა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ესეთ ცოტა მტკივნეულ საკითხს მინდა შევეხო, ალბათ თქვენთვისაც. ეს არის ის, რომ მათ შორის ჩემი პირადი დაკვირვებიდანაც საკმაოდ კვალიფიციური, საქმიანი რესპონდენტებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაც გარკვეულ სკეპტიციზმს ახმოვანებენ, ესე ვთქვათ, იმ რიცხვებთან დაკავშირებით, რასაც საქსტატი წარმოგვიდგენს ხოლმე. ეს ასე არ იყო, ну მაგალითად არის ხოლმე, რომ თქვათ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თქვათ რამდენად შეესაბამება, თქვათ იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც თქვათ ქვეყანა არის და ასე შემდეგ. ხო, ალბათ თქვენს გსმენიათ ამის შესახებ. ეს ასე არ იყო, ეს რაღაც ბოლო პერიოდის, ესე ვთქვათ, დამახასიათებელი მაჩვენებელია, როდესაც თქვათ პოლიტიკოსებისგან კი არ მოდის ეს სკეპტიციზმი, არამედ თქვათ ექსპერტული წრეებისგან და პროფესიონალ. ხო, ანუ აი თქვენამდეც მოდის, ესე ვთქვათ, ეს ესეჭვებ და რას უპირისპირებთ ამას და რა პასუხი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მსგავსი დამოკიდებულება მოხმარებლების მხრიდან ყოველთვის არის. მეტნაკლებად სხვადასხვა დოზით. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ ყოველთვის იმ ინფორმაციას, რომელიც მისაღები იქნება რომელიმე მხარისთვის, მაგალითად, პოზიციისთვის თუ ოპოზიციისთვის. ჩვენ გვაქვს მხარეებს გავეკეცი, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენ გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პასუხს ვაგებთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მაჩვენებლის ხარისხზე, მეთოდოლოგიაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მაჩვენებლის გაანგარიშებას. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე დავსხდეთ. იქნება ეს ქართველი ექსპერტები, იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ. და მზად ვართ მოვახდინოთ განმარტება და იმის დასაბუთება, რომ ჩვენი ციფრები და ის მეთოდოლოგია, რომელსაც საფუძვლად უყენებთ, ასე თქვა, ამ ციფრებს, არის აბსოლუტურად სწორი და მონაცემები არის ობიექტური. ჩვენ ამას ყოველთვის ვაცხადებთ და ნებისმიერ შემთხვევაში გამოვხატავთ მზადყოფნას ამასთან დაკავშირებით. გავაკეთოთ ასეთი ფორმატი. ასეთი ფორმატი არაერთხელ გავიკეთებია ჩვენ თუნდაც ინდივიდუალურ შეხვედრებზე, მაგრამ აი ჩვენი მისამართი ყველა მიცის, ისიც იციან, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყენებთ საერთაშორისო მეთოდოლოგიას და საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია იმის რევიზიას და იმის შეფასებას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი ნათქვამი ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს, ამის შეფასებას რეგულარულად, პერიოდულად მოგეხსენებათ აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს თითოეული მეთოდოლოგიის შედარება იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, ამის პროგრამებიც არსებობს და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციებია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ევროსტატი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი უკანასკნელი შეფასება შარშან გაკეთდა, დაიწერა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გავხდეთ
კიდევ უფრო უკეთესები, რა თქმა უნდა, და ეს ვებზეც გვიდებს ჩვენ ევროსტატსაც აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე და შესაბამისად ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ შარშან დაგვიმტკიცა მთავრობამ, სწორედ იმ რეკომენდაციების ასე ვთქვათ, შესრულებას ემსახურება და 4 წლის თავზე ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტად ახლოს იმ ნებისმიერ საერთაშორისო მიდგომასთან, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების. უღრმესი მადლობა ბატონო გოგიტა საინტერესო საუბრისთვის. გოგიტა თოდრაძის განმარტებებს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მას.